ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები 8%-ით გაზრდილი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმები საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით საგზაო შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია. Რასთავარი არის ძალიან დიდი რესურსი, იმის რომ გაუმჯობესდეს თვისებრივად რადიკალურად ვითარება, არის იმის შესრულება, რომ რადიკალურად შევცვალოთ ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამისათვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი და გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ საჯაროა დროული მოქმედება იმისათვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, დაყონება, თითოეული დღის დაყონება, გადადება ნიშნავს რა თქმა უნდა კიდევ ერთ დაღუპულ ადამიანს, კიდევ ერთ საგზაო შემთხვევას. მიზანი არის ყველა შეკითხვას, რაც წამოვა დეპუტატებისგან ამომწურავი პასუხი გაეცეს, რათა დაჩქარდეს ეს პროცესი და უკვე ერთ თვეში დაახლოებით და შეიძლება უფრო მოკლე ვადაში შესული იქნეს ძალაში აღნიშნული პროექტი. მიზნად ვისახავთ ქულათა სისტემის შემოღებას, უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, ასევე დღეს გვინდა წამოვაყენოთ საკითხი ნასვამობასთან დაკავშირებით გამკაცრებაზე სანქციების და პლუს ბავშვთა სავარძლების შემოღების აუცილებლობას.